რუდოლფ შტაინერი, სახარება მათესგან მეხუთე თავი. იოანეს სახარების განხილვისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის ძირითადი პრინციპული პუნქტები, რომლებიც გუშინ მოვნიშნეთ. კერძოდ, უნდა გვახსოვდეს, რომ იოანეს სახარების ავტორი არის ქრისტეს საყვარელი მოწაფე, თავად ქრისტეს მიერ ხელდასხმული. მაგრამ საკითხავია, არსებობს თუ არა ოკულტური ცოდნისგან სრულიად დამოუკიდებელი რაიმე გარეგნული მოწმობა, რომლითაც იოანეს სახარების ავტორს სურს გვაცნობს, რომ ქრისტეს შემეცნების ესოდენ მაღალ ხარისხს მან თავისი აღდგომის ლაზარეს სასწაულში აღწერილი ხელდასხმის მეშვეობით მიაღწია. ანუ ლაპარაკია ოკულტური ცოდნისგან სრულიად დამოუკიდებელ რაღაც გარეგნულ მოწმობაზე. თუ კი გულის ყურით წავიკითხავთ იოანეს სახარებას, შევამჩნევთ, რომ ლაზარეს აღდგომამდე არსად ერთხელაც არ არის ნახსენები მოწაფე, რომელიც უფალს უყვარდა, ბრჭყალებში, რომელიც უფალს უყვარდა. ამით იოანეს სახარების ავტორს სურს გაგვაგებინოს, რომ აქამდე მოთხრობილი არ განეკუთვნება ცოდნას, რომელიც მისთვის ხელდასხმაში გაიხსნა და მას ეს არ უნდა მიეწეროს. მხოლოდ შემდგომში ახსენებს იგი მოწაფეს, რომელიც უფალს უყვარდა. ამრიგად იოანეს სახარება ორ მნიშვნელოვან ნაწილად იყოფა. პირველი, სადაც ჯერ არ ფიგურირებს უფლის საყვარელი მოწაფე, რადგან იგი ჯერ არ არის ხელდასხმული, და მეორე, სადაც ლაზარეს აღდგინების შემდეგ ნახსენებია უფლის საყვარელი მოწაფე. სახარებაში ვერსად იპოვით რაიმე ისეც, ოდნავადაც რომ ეწინააღმდეგებოდეს წინა ლექციებში გადმოცემულს. სახარების ზერერედ მკითხველი ამას ალბათ ვერ შეამჩნევს, მით უფრო დღევანდელ პოპულისტურ ტენდენციათა მოზღვავების პირობებში, როდესაც ხალხს ათასგვარ უმეტესწილად სათუო სიბრძნეს სთავაზობენ. მაგალითად, შესანიშნავად ვრცელდება ისეთი მდარე ლიტერატურა, როგორიც არის და აი აქ არის გერმანული დასახელება, ალბათ წიგნის, რომელიც ყოველ მხრივ ანათლებს ადამიანს, ანათლებს ბრჭყალებში. ამ გამოცემის ერთ-ერთი ბოლო წიგნის სათაურია ბიბლიის წარმოშობა. თავფურცელზე ავტორი თავს თეოლოგიის დოქტორად გვაცნობს, მაშასადამე იგი თეოლოგია. მას მიაჩნია, რომ იოანეს სახარებაში პირველი თავის 35 სტროფიდან დაწყებული ბოლომდე ყველგან მის ავტორზე მიეთითება, ანუ იოანეზე. სიმართლე გითხრათ, თვალებს არ დაუჯერე ეს რომ წავიკითხე და ბოლოს ჩემთვის გადავწყვიტე, რომ ამ წიგნში იქნებოდა რაღაც განსაკუთრებული, რაც გააბათილებდა დღემდე არსებულ ოკულტურ მოსაზრებას, რომ უფლის საყვარელი მოწაფე ნახსენებია მხოლოდ ლაზარეს აღდგინების სასწაულის შემდეგ. მაინც ვფიქრობ, რომ თეოლოგს ეს უნდა სცოდნოდა, მაგრამ ჟობს თავი შევიკავოთ ნაჩქარევით დასკვნებისგან და ვნახოთ, რა წერია იოანეს სახარებაში. მეორე დღეს კვლავ იდგა იოანე და მისი ორი მოწაფე. აი აქ ლაპარაკია იოანე ნათლისმცემელზე და მის ორ მოწაფეზე. იოანე ნათლისმცემელზე, ანუ ეს არ არის სახარების ავტორი. ხო, გვახსოვს ეს. სიგი ლაპარაკია იოანე ნათლისმცემელზე და მის ორ მოწაფეზე. რაშია საქმე? აქ უკეთეს შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ, რომ თეოლოგის ცნობიერება მეტისმეტად გადაიტვირთა ძველი ეზოტერული ტრადიციით, რომლის თანახმადაც ამ ორ მოწაფეთაგან ერთ-ერთი იყო იოანე. ესე იგი, ლაპარაკია იოანე ნათლისმცემელზე და მის ორ მოწაფეზე, რომელთაგან ერთ-ერთი იყო იოანე. ეს ტრადიცია, ანუ სახარების ავტორი. ეს ტრადიცია ეფუძნება მათეს სახარებას. მათეს მეოთხე თავის 21 მუხლი. იქიდან წამოსულმა დაინახა ორი სხვა ძმა, იაკობი ზებედესი და მისი ძმა იოანე, რომლებიც ზებედესთან თავიანთ მამასთან ერთად ბადებს კემსავდნენ ნავში და უხმომად. რაც შეეხება იოანეს სახარებას, მისი ახსნა სახარების დახმარებით დაუშვებელია, სახარებების დახმარებით დაუშვებელია. ასე რომ, ჩვენმა თეოლოგმა პოპულარულ ლიტერატურას საზიანო წიგნი შემატა. რომ ვიცოდეთ, რაზე მოქმედებას ახდენს ადამიანზე მსგავსი ლიტერატურა, მისი მავნებლობის ხარისხსაც იოლად განსაზღვრავდით. ეს მცირე შენიშვნა, ვფიქრობ, რამდენადმე დაგვეხმარება საჭიროების შემთხვევაში ავირიდოთ უსიამოვნო კამათი
ან გარკვეული ხასიათის დაპირისპირება. საჭიროა გავითვალისწინოთ, რომ მართალია ლაზარეს აღდგინებას წინა უძღვის მეტად მნიშვნელოვანი მაღალი სულიერების მაუწყებლობა, მაგრამ უმთავრესი და უშინაგანესი ავტორმა მაინც ლაზარეს აღდგინების შემდგომი ნაწილისთვის შემოიტოვა. ახლა კი მოდით ვნახოთ, რას გვაუწყებს ლაზარეს აღდგინების მოთხრობა. ამბავი ერთი შეხედვით ზედმიწევნით გარეგნულია. მხოლოდ მომდევნო თავში გაისმის გასაოცრად ღრმა შინაარსის სიტყვები. ამასთანავე ავტორი ხშირად საგანგებოდ მიუთითებს, რომ მხოლოდ გარკვეულწილად ხელდასხმულს შეუძლია ზუსტად ჩაწვდეს მისი სახარების შინაარსს. სხვადასხვა ადგილებში იგი გადაკვირით ამბობს, რომ სახარების დასაწყისი თავების გაგება გარკვეული სიმაღლის ხელდასხმას საჭიროებს. მოგიხსენებათ, ხელდასხმის სხვადასხვა ხარისხები არსებობს. მაგალითად, აღმოსავლური სხვა ხელდასხმის ერთ-ერთი ფორმა 7 საფეხურისგან შედგება. თითოეულს თავისი სიმბოლური დასახელება აქვს. პირველს ეწოდება ყორანი, მეორეს ოკულტისტი, მესამეს მეომარი, მეოთხეს ლომი, მეხუთე საფეხურის ხელდასხმული იმ წრეში, სადაც სისხლისმიერი კავშირი კვლავაც მოქმედებდა, როგორც კრებითი სამშვენველის გამოხატულება, მთელი ერის სახელს ატარებდა. მაგალითად, სპარსელებში მეხუთე საფეხურის ხელდასხმულს ოკულტური გაგებით სპარსელი ერქვა. ამ სახელების მნიშვნელობას თუ გამოვიკვლევთ, ნათელი გახდება, რით იყო განპირობებული სახელდების ზემოაღნიშნული წესი. პირველი ხარისხის ხელდასხმულს ოკულტურსა და გარეცხოვრებას შორის შუამავლის ფუნქცია ეკისრებოდა. მას აქა-იქ აგზავნიდნენ, ეს ყორანი ვისაც ერქვა. ამ საფეხურზე ხელდასხმული ჯერ ისევ ბოლომდე ჩართულია გარე ცხოვრებაში, მაგრამ ვალდებულია ხელდასხმის ცენტრს აცნობოს, რაც გარეთ ხდება. ამრიგად, ყორანს მოიხსენიებენ იქ, სადაც გარედან შიგნით რაღაც სიტყვიერი ცნობა შემოდის. გავიხსენოთ ელიას ყორნები, ვოტანის ყორნები და ასევე თქმულება ბარბაროსზე, სადაც ყორნებს მოაქვთ ამბავი, რომ დადგა ჟამი. მეორე საფეხურის ხელდასხმული ოკულტისტი უკვე სრულიად იდგა ოკულტურ ცხოვრებაში. მესამე საფეხურზე მას ენიჭებოდა უფლება თავი ოკულტიზმის მოსაგრედ მეომრად განეცხადებინა. მეომრის ხარისხი ნიშნავს არა მეომარ ადამიანს, არამედ ოკულტური ჭეშმარიტებისთვის მებრძოლს. ლომის საფეხურს ზიარებული გახდათ ის, ვინც თავის თავში ოკულტურ ცხოვრებას ახორციელებდა ისე, რომ შეეძლო ოკულტიზმი არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით, გარკვეული მაგიური მოქმედებით დაეცვა. მეექვსე საფეხურის ხელდასხმულს ერქვა მზის გმირი, მეშვიდეს მამა. ამჯერად მეხუთე ხარისხის ხელდასხმაზე შევჩერდებით. წარსულში ადამიანი განსაკუთრებულად იყო ჩართული თავის თემში და ამის გამო შეიგრძნობდა რა საკუთარ მეს, საკუთარ თავს, უწინარეს ყოვლისა, კრებითი სამშვენველის წევრად აცნობიერებდა თავს. მაგრამ ხელდასხმის მეხუთე საფეხურზე ასულს გარკვეული მსხვერპლი უნდა გაეღო. იგი იმდენად თავისუფლდებოდა ყოველივე პერიოდულისგან, რომ საკუთარ თავში მთელი ერის არსების დატევა შეეძლო. როგორც ჩვეულებრივი ადამიანი თავის სამშვენველს ეროვნული სამშვენველის წიაღში იტევდა, ვინაიდან მისთვის მთავარი იყო არა პირადული, არამედ საყოველთაო ეროვნული სული. ამიტომ ასეთ ხელდასხმულს მისივე ერის სახელს ანიჭებდნენ. იოანეს სახარება ამბობს, რომ ქრისტეს პირველი მოწაფეთაგანი იყო ნათანი. იგი ქრისტეს მოჰგვარეს. ნათანს მეხუთე საფეხურის ხელდასხმულს თავისი ხელდასხმის სიმაღლიდან ჯერ არ შეეძლო განეჭვრიტა ქრისტე, ყოვლის მომცველი, ცოდნის სული. აი რა კარგად არის დეფინიცია ქრისტე, ანუ ყოვლის მომცველი, ცოდნის სული. მაგრამ ქრისტემ შეიცნო ნათანი და ამის მადასტურებელი ორი ფაქტია. ქრისტე ამბობს, აი ჭეშმარიტი ისრაელიტი. მაშასადამე თქვენ ხედავთ, რომ ადამიანს თავისი ხალხის სახელს აკუთვნებდნენ და როგორც ძველ სპარსეთში მეხუთე საფეხურის ხელდასხმულს ერქვა სპარსელი, ასევე ისრაელშიც იმავე სიმაღლის ხელდასხმული ისრაელიტად იწოდებოდა. სწორედ ამიტომ უწოდებს ქრისტე ნათანს ისრაელიტს. შემდეგ იგი ამბობს, ვიდრე ფილიპე გიხმობდა, ლეღვის ხის ქვეშ გიხილე შენ.
ხელდასხმის ეს სიმბოლური გამოხატულება ერთგვარად ესატყვისება ბოთის ხის ძირში მჯდარ ბუდას. ლեղვის ხე ხომ ეგვიპტურ ქალდეული ხელდასხმის სიმბოლოა. ქრისტე სურს უთხრას ნათანს, ვიცი რომ შენ გარკვეულწილად ხელდასხმული ხარ და ძალგიც განჭვრიტო ზოგიერთი რამე თუ მე გიხილე შენ. მაშინ ხე შეიცნობს ნათანი ქრისტეს და მიუგებს რაბი, შენ ხარ ძე ღვთისა, შენ ხარ ისრაელის მეფე. სიტყვა მეფე აქ ნიშნავს, რომ შენ ჩემზე მაღლა ხარ, სხვანაირად ვერ იტყოდი, ანუ მე გიხილე, როდესაც ლեղვის ხის ქვეშ იყავი. შემდეგ ქრისტე ამბობს, შენ გწამს, რადგანაც გითხარი, ლեղვის ხის ქვეშ გიხილე მეთქი, მეცაც იხილავ. ამის მომდევნო სიტყვებს ჭეშმარიტად ჩვენ კვლავ დავუბრუნდებით. და ბოლოს ქრისტე დასძენს, ამიერიდან იხილავთ გახსნილ ცას და ღვთის ანგელოზებს, აღმავალთ და გარდმომავალთ ძეზე კაცისა. ესე იგი, ვინც შეიმეცნებს ქრისტეს, იხილავს უფრო მეც, ვიდრე აქამდე უნახავს. განვარტოთ ეს სიტყვები და გავიხსენოთ საკუთრივ რას წარმოადგენს ადამიანი. როგორც ადრე ითქვა, დღის ადამიანი, ანუ ფხიზელი ადამიანი, განსხვავდება მძინარე ადამიანისგან. დღისით ადამიანი 4 წევრისგან, ფიზიკური, ეთერული, ასტრალური, სხეულისა და მეზგან შედგება. ეს 4 წევრი ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ისინი ერთმანეთზე ზემოქმედებენ და შეიძლება ითქვას, რომ ცხადიერ მდგომარეობაში ადამიანის ფიზიკურ და ეთერულ სხეულებს მისი სულიერი ასტრალურობა და სულიერი მე მსჭვალავს და ასაზრდოებს. მაგრამ როგორც აღვნიშნეთ, იმისთვის, რათა ადამიანმა თავისი განვითარების სადღეისო ფაზაში არსებობა შეძლოს, ამასთან ერთად მის ფიზიკურ და ეთერულ სხეულებში კიდევ სხვა რაღაც უნდა მოქმედებდეს. ყოველ ღამე დაძინებისას ადამიანს განეშორება ასტრალური სხეული და მე. ანუ განეშორება ის, რაც მის ფიზიკურ და ეთერულ სხეულებს ცხოველყოფს, აცოცხლებს. მთელი ღამის განმავლობაში ჩვენი ფიზიკური და ეთერული სხეულები ბედისანაბარაა მიტოვებული. დიახ, ყოველ ღამით ჩვენ ვერაგულად ვტოვებთ ფიზიკურ და ეთერულ სხეულებს და ეს ცხადყოფს რაოდენი ძალმოსილებით, რაოდენი სიზუსტით გვასწავლის სულის მეცნიერება, რომ ღამით ღვთაებრივ სულიერი ძალნი და ხელმწიფებანი იმგვარად მსჭვალავენ ადამიანის ფიზიკურ და ეთერულ სხეულებს, რომ ისინი ერთგვარად ერთვიან ღვთაებრივ სულიერ არსებებს. გავიხსენოთ ისიც, რომ წარსულში, როდესაც იაჰვეს, ანუ იაჰოვას დროს, ასტრალური სხეული და მე ტოვებდნენ ფიზიკურ და ეთერულ სხეულებს, იქ მოქმედებდა იაჰოვას ინსპირაცია. მაგრამ ფიზიკური და ეთერული სხეულები მუდმივად იმსჭვალებოდნენ ჭეშმარიტი ნათლით, ელოჰიმების სისავსით, ანუ პლერომათი. თუმცა ადამიანს ჯერ არ შეეძლო ამ ნათლის საკუთარ თავში აღქმა, ვინაიდან ქრისტეს დედამიწაზე მოვლინებამდე არ გააჩნდა საამისო იმპულსი. ფიზიკური სხეულის გამსჭვალავი სულიერი პირველ საწყისი უმაღლეს დევაჰანაში სუფევს. ეთერულ სხეულზე მოქმედი ძალები დაბალზეციურ სფეროებში სუფევენ. ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, ადამიანის ფიზიკურ სხეულში მუდმივად მოქმედებენ დევაჰანის უზენაეს სფეროებში მყოფი არსებანი, ხოლო ეთერულ სხეულზე მუდმივ მოქმედი ძალები დევაჰანის ქვედა სფეროებს განეკუთვნებიან. ადამიანს მათი აღქმა მხოლოდ ქრისტეს იმპულსის მიღების შედეგად ძალობს. თუ კი ჭეშმარიტად შეიმეცნებთ ძე კაცისას, დაინახავთ ზეცად აღმავალ და ზეციურ სფეროთაგან ადამიანთან გარდმომავალ სულიერ ძალებს. და თქვენს არსებაში ეს გაცხადდება იმ იმპულსის ძალით, რომელიც ქრისტემ დედამიწას მისცა. აი ეს არის აღმავალი და დაღმავალი ანგელოზები, რაზეც ლაპარაკია სახარებაში. ამას მოსდევს ის, რაც გუშინ გავმართეთ ქორწილი გალილეის კანაში, რასაც ხშირად იესოს პირველ სასწაულს, ან უკეთ რომ ვთქვათ, პირველ ნიშანს უწოდებენ. რათა ბოლომდე ამოვწუროთ სახარების ამ ადგილის მნიშვნელობა, მოდით მოვიშველიოთ ის, რაზეც წინა ლექციებში ვილაპარაკეთ. მაშასა და მე იქ უპირველესად ნახსენებია ქორწილი. მაგრამ რატომ მაინც და მაინც გალილეაში? თუ კი ამის გაგება გსურს, ერთხელ კიდევ ნათლად უნდა წარმოვიდგინოთ ქრისტეს მთელი მისია. ქრისტეს მისია გახდათ ადამიანში მეობის სრული ძალის ჩანერგვა. სამშინვალში შინაგანი დამოუკიდებლობის შთაბეჭდა ცალკეულ მეს,
უნდა შეეგრძნოს სრული დამოუკიდებლობა. მთლიანად საკუთარ თავს დაყრდნობილი ადამიანს უნდა მიახლებოდა იმ სიყვარულით, რომელიც მან მიიღო როგორც თავისუფალი საბოძვარი. ამრიგად, ქრისტეს მეშვეობით დედამიწაზე უნდა დამკვიდრებულიყო სიყვარული, რომელიც უფრო და უფრო აგვამაღლებდა მატერიაზე და მიგვაახლოვებდა სულიერ სფეროს. ეს სიყვარული თავისივე ქვენა სახეობიდან, გრძნობადი სიყვარულიდან ამოიზარდა. კაცობრიობის საწყის სტადიაში სისხლით დაკავშირებულებს უყვარდათ ერთმანეთი და უდიდესი ყურადღება ეთმობოდა იმას, რომ სიყვარული სწორედ ამ სისხლისმიერი ნათესაობის მატერიალურ ბაზისზე აღმოცენებულიყო. ქრისტე მოვიდა, რათა განეხორციელებინა ეს სიყვარული, განეთავისუფლებინა იგი სისხლისმიერი კავშირების მარწუხებისგან. ამასთანავე მან სულიერი სიყვარულის ძალით და იმპულსითაც ღირს ყო დაგვასაჩუქრა, გვაღირსა. ძველი აღთქმის მიმდევრებში აშკარად შეინიშნებოდა კრებითი სამშვინველისადმი დაქვემდებარება, ზოგადში დანთქმული ცალკეული მე. როგორც აღნიშნეთ, სიტყვები მე და მამა აბრაჰამი ერთივართ ძველი აღთქმის აღმსარებელთათვის არის მათ შეგნებაში დამკვიდრებული წარმოდგენა, რომ სისხლი აბრაჰამის ძარღვებში რომ ჩქეფდა, მის მიმდევრებშიც განაგრძობს დინებას. ძველ აღთქმის დროინდელი ადამიანი ერთი მთლიანის ნაწილად შეიგრძნობდა თავს და ახლობლად მიაჩნდა ისინი, ვინც მკაცრად იცავდნენ სისხლისმიერი კავშირების სიწმინდეს. მიწიერი ევოლუციის დასაწყისში ქორწინება მხოლოდ ვიწრო ნათესაური წრის სისხლით დაკავშირებულ ოჯახებს შორის დაიშვებოდა. თანდათანობით ეს ვიწრო წრე გაფართოვდა. ქორწინება საგვარეულოს საზღვრებს გაცდა, მაგრამ ჯერ კვლავ მაინც ეროვნულის ფარგლებში ხორციელდებოდა. ძველ აღთქმის დროინდელი ხალხი მტკიცედ იდგა ტომობრივ ეროვნული სიწმინდის ნაციონალურ სისხლისმიერი კავშირების ურღვევობის სადარაჯოზე. ქრისტე არ იზიარებს ამ პრინციპს. მისი გულისხმება მიმართულია მათკენ, ვინც ერთგვარად გამოთავისუფლებულია სისხლისმიერი ურთიერთობის ტყვეობიდან და ამიტომ იმ უაღრესად მნიშვნელოვანს, რისი გაცხადება ცურს, იგი განაცხადებს არა იუდეაში, არამედ გალილეაში, სადაც სხვადასხვა ტომის და ეროვნების ადამიანები ცხოვრობენ. სახელწოდება გალილეველი შერეული სისხლის ადამიანს ნიშნავს და ამ სისხლშენარევ ხალხთან, ამ გალილეველებთან მოდის ქრისტე იესო, რადგან სწორედ ამგვარი შერეული ქორწინების საფუძველში უნდა ჩაიდოს სიახლე, რომელიც არ ემყარება სიყვარულის მატერიალურ ბაზისს. ამიტომაც ქრისტე სწორედ ქორწილში ამბობს იმას, რისი თქმა ცურს. რატომ მაინც და მაინც ქორწილში? იმიტომ რომ ქორწილი გამრავლების საძინდარია. მაშასადამე ქრისტე თავის ნებას აცხადებს იქ, სადაც ქორწინება თავისუფალია ნათესაური სისხლისმიერი ტენდენციებისგან. აი რატომ ხდება ეს გალილეაში ქორწილის დროს. რათა უკეთ გავიგოთ იქ წარმოთქმული სიტყვები, გავიხსენოთ ადრეული კაცობრიობის ევოლუცია. როგორც არაერთგზის აღნიშნავს, ოკულტისტისთვის არ არსებობს რაიმე წმინდად გარეგნული, წმინდად მატერიალური. ყოველივე მატერიალურში იგი ღვთაებრივ სულიერის გამოცხადებას ხედავს და როგორც ადამიანის სახე, მისი სამშვინველის და სულის გამოხატულებაა, ასევე მზის ნათელში გარე გამოიხატება სულიერ მშვინვიერი ნათელი, ხოლო საკუთრივ მატერიაში იმავდროულად ღრმა სულიერი პროცესები ვლინდება. ოკულტიზმი არ უარყოფს მატერიას. პირიქით, მისთვის უკიდურესად უხეში მატერიალურიც კი მშვინვიერ სულიერის გამოხატულებაა. განვითარების სულიერ პროცესებს თან ახლავს პარალელურად დინებადი მატერიალური პროცესები. თუკი მზერას მივაპყრობთ ევოლუციის იმ ეტაპს, როდესაც კაცობრიობა ცხოვრობდა ძველ კონტინენტზე, ევროპასა და ამერიკას შორის, ძველ ატლანტიდაზე. შემდეგ გაიარა პოსტ-ატლანტიდური ეპოქა, შემდეგ ეპოქათა მთელი წყება და საბოლოოდ დღევანდელ დღემდე მოაღწია, მაშინ მეოთხედან მეხუთე რასამდე, ატლანტიდურიდან პოსტ-ატლანტიდურამდე განვითარების მთელი აზრი წარმოგვიდგება როგორც ატლანტიდის დროინდელი კრებით სამშვინველში,
ერთიანად დანთქმული კაცობრიობიდან პოსტატლანტიდური ეპოქის დამოუკიდებელ პიროვნულ მეს მატარებელ ადამიანამდე თანმიმდევრული თანდათანობით განვითარება. ის სულიერი, რაც ქრისტემ თავისი უმძლავრესი სულიერი იმპულსით მოგვიტანა, გზადაგზა თანდათან სხვა იმპულსებითაც უნდა მომზადებულიყო. იაჰვეს მისია ის გახდათ, რომ მან ასტრალურ სხეულში ჯგუფური მე ჩაბეჭდა და ასეთნაირად განსაზღვრა იგი თანდათანობითი განვითარებისთვის, რათა საბოლოოდ სავსებით დამოუკიდებელი მე ვარ მიეღო. მაგრამ ადამიანი უძლური იყო გაეგო და გაეთავისებინა მე ვარ, ვიდრე მისი ფიზიკური სხეული სათანადო იარაღად არ იქცეოდა. ჩვენ არ გაგვიჭირდება წარმოვიდგინოთ ასტრალური სხეული, რომელსაც ხელეწიფება თავის არსში მიიღოს მე. სხვა ფიზიკური სხეული. იგი ჯერ უნდა მომზადდეს, მოიწიფოს, რათა საბოლოოდ დღის ცხადიერი ცნობიერებით აღიქვას მე ვარ. ფიზიკური სხეული უნდა იყოს შესაფერი იარაღი, ყოველივესი, რაც დედამიწაზე მშრომდება. იმიტომ მომწიფდა რა ასტრალური სხეული, ჯერი ფიზიკურზე მიდგა. ფიზიკური სხეული მეობის იარაღად უნდა გარდაქმნილიყო. და აღსრულდა კიდეც. მოდით დავაკვირდეთ პროცესებს, რომლებსაც ფიზიკური სხეული უნდა შეემზადებინა და თვით შემეცნებელ მეობით ღირსყოფილი ადამიანის მატარებლად ექცია. ბიბლიაშიც კი იმითითებულია, რომ ნოემ, გარკვეული გაგებით პოსტატლანტიდური ეპოქის პატრიარქად რომ ითვლება, პირველმა შესვა ღვინო, პირველმა დააჭაშნიკა ალკოჰოლის ზემოქმედება. აქ ჩვენ ვეხებით რაღაც ისეთს, რამაც შეგვიძლია რომ განგვაცვიფროს, გაგვაოგნოს. პოსტატლანტიდური ეპოქის განსაკუთრებული კულტი გახდა დიონისეს კულტი, რაც მოგეხსენებათ ღვინოსთანაა დაკავშირებული. ეს საოცარი ნივთიერება კაცობრიობას მხოლოდ ატლანტიდის შემდგომ ეპოქაში მიეცა. ჩვენთვის ცნობილია, რომ ყოველგვარი ნივთიერება ადამიანზე ასე თუ ისე ზემოქმედებს, მაგრამ ალკოჰოლის ორგანიზმზე ზემოქმედება განსაკუთრებულია. კაცობრიობის განვითარებაში ღვინოს განსაკუთრებული მისია უნდა შეესრულებინა. ალკოჰოლს ისეთნაირად უნდა ემოქმედა ადამიანის სხეულზე, რომ ეს უკანასკნელი ღვთაებრივთან კავშირისგან გამოთავისუფლებულიყო და პირადული მე ვარ განევითარებინა. ალკოჰოლის ზემოქმედება წყვეტს კავშირს ადამიანსა და სულიერ სამყაროს შორის. ალკოჰოლი დღესაც ასე მოქმედებს, მაგრამ იგი კაცობრიობას ამაოდროდი მიეცა. მოვა დრო და აღიარებენ, რომ ალკოჰოლის დანიშნულება იყო მთელი ძალით მოეზიდა, ჩაეთრია ადამიანი მატერიალურში და შთაენერგა მასში ეგოიზმი, რომლის ძალითაც იგი თავად გამოითხოვდა თავის პირად კუთვნილ მეს, რომელსაც ამიერიდან თელერს აღარ მოახმარდა. ამრიგად, ალკოჰოლი კრებითი სამშინველის საპირისპირო ზემოქმედებისა. სწორედ მან წაართვა ადამიანებს უმაღლეს სამყაროსთან ერთიანობის შეგრძნების უნარი. აქედან გასაგებია დიონისეს კულტში ადამიანების ურთიერთობას იმთვრალისას. ადამიანი კვლავინდებურად ერწყმის მთელს, ჯერდება მასში, მაგრამ მთელთან ერთიანობას უკვე ვეღარ აცნობიერებს. ამგვარად, პოსტატლანტიდური ეპოქის ევოლუცია დაკავშირებულია დიონისეს კულტთან. ეს კულტი ალკოჰოლის ფუნქციის და მისიის სიმბოლო გახდათ. ახლა, როდესაც კაცობრიობა კვლავ იხსვის იპოვოს უკან დასაბრუნებელი გზა, როდესაც მე იმდენად განვითარდა, რომ ადამიანმა კვლავ მოიცა ღვთაებრივ სულიერ ძალებთან შერთვის შესაძლებლობა, იგი ჯერჯერობით არაცნობიერად ალკოჰოლისადმი გარკვეულ უკურეაქციას ავლენს. მიზეზი ის გახლავთ, რომ დღეს საკმაოდ ბევრი ადამიანი გრძნობს უსარგებლობას, ურგებლობას იმისა, რაც ოდესღაც საჭირო და აქტუალურიც იყო. რაც ალკოჰოლის შესახებ ითქვა, არ უნდა შეფასდეს როგორც მისი დადებითი თვისება, მისი ერთგვარი აღიარება. სურდა ამეხსნა, რომ ალკოჰოლის მისია ამოიწურა, ყველაფერს თავისი დრო აქვს. მთავარი ისაა, რომ როდესაც კაცობრიობა ალკოჰოლის წყალობით მთლიანად დაიძირა მატერიალურში, მაშინ გამოჩნდა ძალა, რომელსაც ადამიანისთვის სულიერ მთელთან კვლავ შერწყმის უმძლავრესი იმპულსი უნდა მოეტანა. საკუთარი დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ადამიანი ერთი მხრივ უკიდურეს სიმდაბლემდე უნდა დაშვებულიყო. მეორე მხრივ
უნდა გამოჩენილიყო უდიდესი ძალა, სულიერ მთელთან შერთვის იმპულსს რომ მოიტანდა. სწორედ ამაზე თავის უდიდეს მისიაზე უნდა მიეთითებინა ქრისტეს თავის პირველ სასწაულში. მას უწინარეს ყოვლისა სურდა განეცხადებინა, რომ მე უნდა გახდეს დამოუკიდებელი. ამის შემდეგ იგი სისხლისმიერი კავშირებიდან თავისუფალთ მიმართავს. სასწაული უნდა მოხდეს ქორწილში, სადაც ღვინო ისმება და სხეული ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშაა. ქრისტე იესო წარმოაჩენს თუ როგორია მისი მისია დედამიწის სხვადასხვა პერიოდებთან მიმართებაში. წყლის ღვინოთ გადაქცევის ამ სასწაულს ხშირად ფრიად უცნაურად განმარტავენ. საეკლესიო კათედრიდანაც კი შეგვაგონებენ, რომ სახარების ეს ადგილი უნდა გავიგოთ ისე თითქოს და ძველი აღთქმის მტკნარი წყალი ადგილს უთმობს ახალი აღთქმის მაგარ ღვინოს. ეს სიტყვები ალბათ გულს დაუამებს ღვინის მოყვარულს, მაგრამ სიმბოლოებს ასე ზერელედ ნუ მოვეკიდებით. გვახსოვდეს, რაც ქრისტემ თქვა, ჩემი მისიას შორეულ მომავალს ემიზნება. დამოუკიდებელი მეობის ადამიანებს ქრისტე ღვთაებრივთან კავშირით ღირს ყოფს. ღვთაებრივ სიყვარულს ანიჭებს, როგორც დამოუკიდებელი მეს თავისუფალ საბუძვარს. იგი თავისუფალი მეს, თავისუფალი საბუძვარი, დამოუკიდებელი მეს თავისუფალი საბუძვარი, სიყვარულია ღვთაებრივი. ამ სიყვარულმა ადამიანი ღვთაებრივთან თავისუფლებიდან უნდა დააკავშიროს, ისევე როგორც წარსულში კრებითი სამშვენველის შინაგანი იძულებითი იმპულსი აკავშირებდა. ესე იგი, თუ კი ადრე ღვთაებრივთან ადამიანს აკავშირებდა კრებითი სამშვენველი, ეს იძულებითი იმპულსი, ახლა უნდა დააკავშიროს დამოუკიდებელმა მემ ღვთაებრივ სიყვარულსთან. შევეცადოთ და ერთგვარი განწყობის სახით წარმოვიდგინოთ, რასაც ამგვარ ვითარებაში შეიგრძნობდა კაცობრიობა. უპირველესად წარმოვიდგინოთ იმ დროის აზრები, რადგან მაშინ ასე ამბობდნენ, ოდესღაც ადამიანები დაკავშირებულნი იყვნენ კრებით სამშვენველოთან. ადამიანი შეიგრძნობდა ღვთაებრივთან კავშირს, ესე იგი კრებითი სამშვენველით. შემდეგ ევოლუციის პროცესში იგი დაღმართ დაეშვა. ეს სვლა განიხილებოდა როგორც მატერიასთან შერთვა, როგორც დეგენერაცია, ღვთაებრივისგან მოწყვეტის ერთგვარი ფაქტი. იყო ასეთი კითხვაც, საიდან წარმოიშვა ის, რასაც ადამიანი ამჟამად ფლობს, რას მოწყდა იგი? რაც უფრო ვღრმავდებით ევოლუციის წიაღში, მით მეტად ვრწმუნდებით, რომ მკვრივი ნივთიერება სითბოს ზეგავლენით თხევად მდგომარეობაში გადადის. ჩვენ ვიცით, რომ ადამიანი მაშინაც არსებობდა, როცა დედამიწა თხევადი პლანეტა იყო და მაშინ უფრო ახლოს იდგა ღვთაებრივთან, ვიდრე შემდეგ დედამიწის გამკვრივებასთან ერთად მატერიალიზაცია ადამიანმაც განიცადა. თხევად დედამიწაზე ადამიანი უკვე წყალში იმყოფებოდა, მაგრამ გადაადგილება მხოლოდ ისეთ დედამიწაზე შეეძლო, რომელიც თხევადმა თავისი თავიდან გამოჰყო როგორც სიმკვრივე. ამიტომ ადამიანის გამკვრივება ასეთნაირად განისაზღვრებოდა. ადამიანი შეიქმნა მიწიდან, რომელიც იყო წყალი. იმ ხნად ადამიანი ჯერ კვლავ მთლიანად ღვთაებრივთან იყო დაკავშირებული. თანდათან ყოველივე იმან, რამაც მატერიაში ჩაითრია, ერთგვარად შებღალა იგი. მაგრამ ისინი, ვისაც უნდა გახსენებოდა ეს უძველესი სულიერი ერთიანობა, წყლით ინათლებოდნენ. ნათლობაში სიმბოლურად მეტყველებდა ასეთი აზრი: გააცნობიერეთ თქვენი შორეული კავშირი ღვთაებრივთან და აგრეთვე ისიც, რომ თქვენ დაეშვით რა დღევანდელ მდგომარეობამდე უწმინდურნი გახდით. ასე ნათლავდა იოანე ნათლისმცემელიც. ამ გზით ცდილობდა იგი მიახლოვნებინა ადამიანები ღვთაებრივთან. წარსულში ყოველი ნათლობა ამ მიზანს მსახურებდა. ეს იყო ერთგვარი რადიკალური ხერხი თუ საშუალება, რასაც ყოველივე ზემოთქმული ადამიანის ცნობიერებამდე უნდა მიეტანა. სრულიად განსხვავებულია ქრისტეს მიერი ნათლობა. ქრისტე მიუთითებს არა წარსულზე, არამედ მომავალზე.
ადამიანები სულიერების შინაგანი ზრდის შედეგად რომ უნდა მიახლონ, წმინდა სულის მეშვეობით ადამიანის სულიერი საწყისი ღვთაებრივს უნდა შეერწყოს. წყლის ნათლობა წარსულის მოგონებათა ნათლობაა, წმინდა სულით ნათლობა წინასწარმეტყველური, მომავალზე მიმათითებელი. ის სავსებით დაკარგული ძალაუფლება ადამიანს წყლით ნათლობისას რომ უნდა გაეხსენებინა, განილია მასშიც, რაც სიმბოლურად სამსხვერპლო ღვინოში გამოიხადებოდა. დიონისე გვეცხადება როგორც ნაფლეთებად ქცეული ღმერთი, რომელმაც ცალკეულ სამშვენველებში დაივანა ისე, რომ მათმა ცალკეულმა ნაწილებმა ერთმანეთისა არ აიციან რა. ასო აქნილი, დაქუცმაცებული მატერიაში გადასროლილი აღმოჩნდა ადამიანი ალკოჰოლის დიონისეს სიმბოლოს წყალობით. კანაში ქორწინების სასწაულით კაცობრიობისთვის უდიდესი აღმზრდელობითი მნიშვნელობის პრინციპი, ევოლუციის პრინციპი მკვიდრდება. მართალია არსებობს აბსოლუტური ჭეშმარიტებები, მაგრამ ადამიანს ამ ჭეშმარიტებებს ასე იოლად და ჰაერად არავინ განუცხადებს. დროის ყოველ განსაზღვრულ პერიოდს თავისი ჭეშმარიტება აქვს და მას სათანადო შემზადება სჭირდება. რატომ ვლაპარაკობთ დღეს რეინკარნაციაზე? რატომ ვიხილავთ ჩვენ შეკრებებზე სულის მეცნიერების საკითხებს? იმიტომ რომ ჩვენი სამშვენველები მრავალჯერ განსხეულებულან დედამიწაზე. ბევრ აქ დამსწრეთაგანს უცხოვრია კიდეც გერმანულ ქვეყნებში და იცნობდა ქურუმ დრუიდებს, თქმულებებითა და მითებით რომ მოჰქონდათ მათთვის სულიერი სიბრძნე. და მხოლოდ იმის წყალობით რომ წარსულში სამშვენველებმა სიბრძნე შესაფერისი ფორმით მიიღეს, დღეს მათ შეუძლიათ მიიღონ ამ სიბრძნის ახალი ფორმა, ანთროპოსოფია. ოდესღაც ხატსახეებში გაცხადებული სიბრძნე დღეს ანთროპოსოფიული მსხვერპლობის ფორმით ვლინდება. უმართებულოა ფიქრი, თითქოს და ძველ დრუიდ ქურუმს შეეძლო სიბრძნის თანამედროვე ფორმით გადმოცემა. ჭეშმარიტების დღევანდელი ფორმა მაშინ სრულიად მიუღებელი იყო. ანთროპოსოფია როგორც ფორმა სადაგია მხოლოდ დღევანდელი ან უშუალოდ ჩვენი მომდევნო კაცობრიობისთვის. შემდეგ ინკარნაციაში სრულიად ახალი ფორმის ჭეშმარიტება განგვეცხადება და რასაც დღეს ანთროპოსოფია ქვია, მოგონების სახელით დარჩება. ისევე როგორც დღევანდელი ზღაპრები და თქმულებები. ანთროპოსოფოსი არ უნდა იყოს იმდენად უგუნური, რომ განაცხადოს წარსულის აღქმები და წარმოდგენები, ბავშვური გამონაგონია და სხვა არაფერი. ჩვენ მადლობა ღმერთს ამოვედით ამ სისულელეებიდან. ასე ამბობენ ისინი საკუთარ თავს მონისტებად რომ რაცხენ. ანთროპოსოფიის მეშვეობით ჩვენ ვამზადებთ მომავალ ეპოქას, მის გარეშე შემდეგი ეპოქა წარმოუდგენელია, მაგრამ ამასთანავე კარგად უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ არავის აქვს უფლება აწმყო მომავლით ამართლოს. მოძღვრება რეინკარნაციაზე ხშირად გაიაზრება. შემხვედრია ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ამ ინკარნაციაში არაფრად სჭირდებათ წესიერება და რომ წესიერებისთვის მომავალშიც მოიცლიან. მაგრამ ვინც დღეს არ ცდილობს გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯი, შემდეგ ინკარნაციაში სავალალო შედეგებს მიაღწევს და მოიწევს. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ არ არსებობს ჭეშმარიტების აბსოლუტური ფორმა. ყოველი კონკრეტული ეპოქა შემეცნების ახალ, ჩვენთვის შესატყვის ფორმას გვთავაზობს. უზენაესი პრინციპი ადამიანების იმდროინდელი ყოფით ჩვევათა დონემდე უნდა დაშვებულიყო, რათა უზენაესი ჭეშმარიტება კაცობრიობისთვის ხელმისაწვდომი ფორმით განეცხადებინა. დიონისეს მსხვერპლში, ანუ ღვინის მსხვერპლში, ქრისტეს უნდა და ეჩვენებინა, როგორ უნდა ამაღლდეს კაცობრიობა ღვთაებამდე. ამიტომ პედანტური შეკითხვა, რატომ გარდაქმნა ქრისტე მწყალი ღვინოდ, სრულიად უადგილოა. აქ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ეპოქა. დიონისეს მსხვერპლის მეშვეობით ქრისტეს უნდა განემზადებინა ის, რაც მომავალში უნდა მოსულიყო. ამიტომ იგი მიდის გალილეველებთან, სადაც აღრეულია ეროვნებები, სადაც ადამიანები არ არიან სისხლით დაკავშირებულნი და იქ აღასრულებს თავის პირველ სასწაულს. ქრისტე იმდენად ღრმად ეშვება მათი წესჩვეულებების წიაღში, რომ წყალს ღვინოდ აქცევს. მტკიცედ უნდა გვახსოვდეს, რისი თქმას ურსამით ქრისტეს.
მინდა ღვთაებრივთან სულიერ ურთიერთობამდე აღვავლინო მატერიალურს მიჯაჭვული ადამიანები. ღვინის სმა მატერიალურზე მიმძლავრებას სიმბოლიზირებს. ქრისტეს არ სურს თავისი არსი გაიღოს მხოლოდ მათთვის, ვისაც მარტოოდენ წყლით ნათელღება ხელეწიფება. ნათლობის არსი არის განწმენდა. ასე ესმოდათ ნათლობის მნიშვნელობა პირველ საუკუნეში, როდესაც დაიწერა სახარება. საკუთრივ სიტყვა ნათლობა არასოდეს წარმოითქმებოდა. ამბობდნენ მოინათლოს, ხოლო მოქმედებას, რომელიც თან ახლდა ამ სიტყვას, განწმენდა ეწოდებოდა. იონეს სახარებაში სიტყვა ნათლის მცემელი არის ზმნა, მისი შესატყვისი არსებითი სახელი განწმენდას ნიშნავს. ეს ყველაფერი განსაზღვრული იყო იმისთვის, რათა ადამიანს გახსენებოდა თავისი დასაბამიერი სიწმინდის და ღმერთთან ერთიანობის მდგომარეობა. საგულისხმოა აგრეთვე იუდეველთა განსაწმენდელი ჭურჭელი, 6 ქვის კასრი. მათი რაოდენობის შესახებ მოგვიანებით ვილაპარაკებთ. იუდეველთა განწმენდისთვის განკუთვნილ სიმბოლურ სასწაულებს ქრისტე იღებს როგორც ნიშანს და ამით როგორც ეპოქის თანახმიერი თავის მისიაზე მიუთითებს. ამ სასწაულში გაცხადდა ქრისტეს უდიადეს მისია და აქ მან უნდა თქვას: ჩემი დრო ჯერ არ დამდგარა, იგი მომავალში დადგება. რამე თუ რაც მე დღეს აქ უნდა აღვასრულო, ნაწილობრივ დაკავშირებულია იმასთან, მომავალში ჩემი მისიის მეშვეობით რომ გადაილახება. ესე იგი, ქრისტე ერთის მხრივ აწმყოში დგას, ხოლო მეორე მხრივ მომავალზე მიუთითებს და ამით ცხადყოფს, რომ მოქმედებს ეპოქის შესაბამისად, არა აბსოლუტური, არამედ კულტურულ აღზრდელობითი მიმართებით. და ერთგვარად აქეზებს მას. ღვინო აღარ აქვთ, ეუბნება ქრისტეს. დედა. პასუხი ასეთია: ის რაც მე უნდა გავაკეთო, დაკავშირებულია წარსულთან, ჩემსა და შენს კავშირთან. ხოლო საკუთრივ ჩემი დრო, როდესაც ღვინო კვლავ წყლად გადაიქცევა, ჯერ არ დამდგარა. რაღა აზრი ექნებოდა სიტყვებს: რა შენი და ჩემი საქმეა, დედაო, თუ კი ქრისტე მაინც გააკეთებდა, რაც დედამ სთხოვა. აზრი იკვეთება მხოლოდ მაშინ, როდესაც მიეთითება, რომ კაცობრიობის დღევანდელი მდგომარეობა სისხლისმიერი კავშირებითაა განპირობებული და სასწაული აღსრულებული ისეთ ვითარებაში, როდესაც ჯერ კვლავ აუცილებელია ალკოჰოლის გამოყენება, მიანიშნებს იმ წარსულზე დამოუკიდებელი მე სისხლისმიერ კავშირებს რომ ტოვებდა. ესე იგი, ჯერჯერობით ანგარიში უნდა გაეწიოს ძველ სამყაროს, რომლის სიმბოლოა ღვინო, მაგრამ ახლოსაა ის მომავალიც, რომელიც მისი დრო იქნება. და იოანეს სახარებაში ნაბიჯ-ნაბიჯ იკვეთება ორი მიმართულება. პირველი გახლავთ ის, რომ მთელი შემდგომი მაუწყებლობა აშკარად მათთვისაა განსაზღვრული, ვინც ოკულტურ ჭეშმარიტებათა გაგების გარკვეულ უნარს ფლობს. დღესულის მეცნიერება ეზოტერულად კი არა, უფრო ეგზოტერულად იკითხება. მაშინ კი სულის მეცნიერულ ჭეშმარიტებათა გაგება ხელეთიფებოდათ მხოლოდ იმ ადამიანებს ხელდასხმის გარკვეულ სიმაღლეზე რომ იდგნენ. ვის შეძლო იესოს ქადაგებათა მთელი იდეადის გაგება, მხოლოდ მას, ვისაც სხეულის მიღმიერი აღქმის უნარი გააჩნდა, ანუ სხეულიდან გასულს ცნობიერების შენარჩუნება სულიერ სამყაროშიც შეეძლო. უკვე თუ ქრისტე მიმართავდა ადამიანებს, რომელთაც მისი გაგება შეეძლოთ, ისინი გარკვეული სიმაღლის ხელდასხმულნი უნდა ყოფილიყვნენ და სულიერი ჭვრეტის უნარი უნდა ჰქონოდათ. მაგალითად, როდესაც ქრისტე ნიკოდემესთან შეხვედრისას სამშინველის ხელახალ დაბადებაზე საუბრობს, აშკარად შეიმჩნევა, რომ ამ ჭეშმარიტებას იგი უზიარებს მას, ვისაც სულიერის აღქმა შეუძლია. ფარისეველთა შორის იყო კაცი, სახელად ნიკოდემე, იუდეველთა მთავარი. მოვიდა იგი იესოსთან ღამით, ესე იგი, ქრისტე იესოს შეგონებებს იგი თავისი სხეულის გარეთ აღიქვამს ღამით, ანუ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც მან აღქმის სულიერ ორგანოებს უნდა მიმართოს,
აქაც ისეთივე ხელდასხმულთათვის ნიშნეული ურთიერთგაგება სუფევს, როგორც ქრისტესა და ნათანს შორის, როდესაც ქრისტე მას ლეღვის ხეზე მიანიშნა. მეორე, რაც კანაში ქორწილის შემდგომი თავებიდან ირკვევა, გახლავთ ქრისტეს დაუცხრომელი სწრაფვა იმ მისიის აღსრულებისადმი, მხოლოდ სისხლისმიერი კავშირის გარეთ რომ უნდა განხორციელდეს. დაწვრილებითაა აღწერილი მისი შეხვედრა სამარიელ ქალთან. იესო მას იმ სულისკვეთებით მოძღვრავს, რითაც მოძღვრავდა მათ, ვისი მე თავისუფალი იყო სისხლისმიერი კავშირებიდან. აქაც ყველაფერი ნათელია. მოვიდა იგი სამარიელთა ქალაქში, რომელსაც ქვია სიქარი. იმ დაბის მახლობლად იაკობმა იოსებს თავის ძეს რომ უბოძა და იყო იქ წყარო იაკობისა. გზით დამაშვალი იესო წყაროსთან ჩამოჯდა. იყო მე-6 საათი. მოვიდა სამარიელი ქალი წყლის ამოსაღებად და უთხრა მას იესომ, მასვი მე წყალი. ვინაიდან მისი მოწაფეები ქალაქს იყვნენ წასული საჭმლის საყიდლად და უთხრა მას სამარიელმა ქალმა, როგორ შენ იუდეველი წყალს ამთხოვ მე სამარიელ ქალს? იუდეველებს ხომ არაფერი აქვთ საერთო სამარიელებთან? მითითებულია, რომ არის რაღაც განსაკუთრებული ქრისტეს დამოკიდებულებაში იმ ხალხთან, რომელთა მე ფესვიანად ამოძირკული აკრებითი სამშვენველიდან. მაგრამ მთავარი სწორედ ესაა და უშუალოდ ამის შემდეგ მოთხრობიდან მეფის კარის დიდებულებაზე ირკვევა, რომ ქრისტე ამსხვრევს არა მარტო სისხლით დაკავშირებულ გვარტომობრივ ჩარჩოებს, არამედ წოდებებსაც, როგორც სისხლისმიერი კავშირიდან ამოზრდილ შიდა სოციალური დიფერენციაციის გამსაზღვრელ ფაქტორს. იგი მიდის, ასე ვთქვათ, კრებით სამშვენველს მოწყვეტილ მესთან, კურნავს დიდებულის ძეს, იუდეველთა კანონის თანახმად მისთვის სრულიად უცხოს. აქ უკვე უშუალოდ მიგვეთითება, რომ ქრისტე ყოველ თავისუფალ ინდივიდუალობაში დავანებულ თავისუფალ მეს მოასწავებს და ამიტომ შეუძლია თქვას. როდესაც ჩემ თავზე ვლაპარაკობ, არ გულისხმობ ჩემს პირად უმეს. როდესაც ვამბობ მე ვარ, მხედველობაში მაქვს ის არსი ყოველ ადამიანში რომ სუფევს. ჩემი მე ერთიანია მამასთან, მაგრამ მამასთან ასევე ერთია ყოველი პიროვნული მე. ასეთია სამარიელი ქალისადმი მიმართული სიტყვების უღრმესი აზრი. ახლა გავიხსენოთ ერთი სიტყვა, რომელიც სწორი გაგებისას ბევრ სხვასაც განმარტავს მესამე თავის 31-34 მუხლები. იოანე ნათლისმცემელი ამბობს: მაღლით მომავალი ყველაფერზე უმაღლესია. მიწისმიერი მიწიერია და მიწისას იტყვის, ხოლო ზეცით მომავალი უზენაესია. და რაც უხილავს და რაც მენია, იმასვე მოწმობს, მაგრამ მის მოწმობას არავინ იღებს. ვინც მიიღო მისი მოწმობა, ამით დაბეჭდა, რომ ღმერთი არის ჭეშმარიტება. ვინც ღმერთმა მოავლინა, ღმერთის სიტყვებს ამბობს, ვინაიდან ღმერთი ზომით როდი იძლევა სულს. ვისურვებდი მენახა ადამიანი, რომელიც ამ ტექსტს ასეთნაირად თარგმნილს ახსნიდა. რას ნიშნავს? ვინც ღმერთმა მოავლინა, ღმერთის სიტყვებს ამბობს, ვინაიდან ღმერთი აწყვით როდი იძლევა სულს. ჩაუკვირდით გამონათქვამს. ქრისტე არაერთ გზის ამბობს, როდესაც ვლაპარაკობ მეზე, გულისხმობ ადამიანის მარადიულ სამყაროს ღვთაებრივ პირველ საწყისთან ერთიან მეს, რომელიც ადამიანის სამშვენველის საკრალურ წიაღშია გაიდუმალებული. ვინც მე მისმენს, მაგრამ არ იღებს ჩემს მოწმობას და არ ესმის ჩემი, რადგან არ შემიძლია ვილაპარაკო იმაზე, რაც ჩემგან მასში გადადის, ამჯერად ლაპარაკია დაბალ მეზე, რომელმაც არ იცის რა მარადიული საწყისის შესახებ, არა იცის რა. ის ვერ იქნება დამოუკიდებელი. ეს კარგად წავიკითხოთ კიდევ ერთხელ. ესე იგი, ვინც მე მისმენს, მაგრამ არ იღებს ჩემს მოწმობას და არ ესმის ჩემი, რადგან არ შემიძლია ვილაპარაკო იმაზე, რაც ჩემგან მასში გადადის, ის ვერ იქნება დამოუკიდებელი. ღმერთი, რომელზეც მე გავუწყებთ, ყველამ თავად უნდა იპოვოს საკუთარ თავში.
როგორც თავისი მარადიული საფუძარი. აქ იხურება ბრჭყალი. მანამდე რამდენიმე სტროფის წინ ასეთ სიტყვებს ვკითხულობთ. იოანეც ნათლავდა ენონში, სალემის მახლობლად, ვინაიდან იქ ბევრი წყალი იყო და მოდიოდნენ და ნათელს იღებდნენ მისგან, რადგან იოანე ჯერ არ ჩაეგდოთ საპყრობილეში და მაშინ მოწაფეებს დავა მოუვიდათ იუდეველებთან განწმენდის თაობას, ესე იგი ნათლობის ფორმას. აქ ერთი მხრივ დავის საგანია საკუთრივ ღვთაებრივთან კავშირი და ადამიანის მატერიაში დაშვება, ხოლო მეორე მხრივ ღმერთის ძველი იდეის თანახმად კრებითი სამშვენველიდან ღვთაებრივთან დაკავშირება. მაშინ მოვიდნენ იოანესთან და უთხრეს, იესოც ნათლავს. აქ იოანეს უპირველეს ყოვლისა უნდა განემარტა მათთვის ის სრულიად განსაკუთრებული, რაც დედამიწაზე იესოს მეშვეობით შემოდის და იგი განმარტავს კიდეც, როდესაც ამბობს იესო ასწავლის არა იმ კავშირს ღმერთთან, რაც სიმბოლიზირებულია ძველ ნათლობაში, არამედ იმას, რომ დამოუკიდებლობით ღირსყოფილი ადამიანი თავად მიუძღვის საკუთარ თავს თვითშეგნებისკენ, რადგან ყველამ საკუთარ თავში დამოუკიდებლად უნდა გახსნას ღმერთი მე ვარ. მხოლოდ ასე იპოვის ადამიანი თავის ღვთაებრებს. აი ასე უნდა წავიკითხოთ ეს სიტყვები და მაშინ მივხვდებით, რომ ქრისტე, ანუ მე ვარ, ღმერთის გამოგზავნილია. და ღმერთისგან ამგვარად მოვლენილი იმ მიზნით, რათა ჭეშმარიტი გაგებით აღენთოს ღმერთი. ამჯერად ღმერთზე მოწმობს არა ძველი სისხლისმიერი ნათესაობის პოზიციიდან, არამედ ახალი სულისკვეთებით. გარდა ვთქვათ ახლა ეს ადგილი მისი ნამდვილი მნიშვნელობით. საჭირო მასალა უხად მოიძევება მაღალმხატვრულად გადმოცემულ ძველ მოძღვრებებში. საკმარისია გავიხსენოთ ფსალმუნის ლამაზი მწყობრი აზრები და გამონათქვამები ღმერთის შესახებ. ღმერთისადმი მიმართება აქ მხოლოდ ძველი სისხლისმიერი კავშირით განისაზღვრება. ფსალმუნიდან მხოლოდ ეს შეიძლება ვისწავლოთ. ჭეშმარიტად თვინიერ იმისა, რომ ადამიანი დაკავშირებული ამ უძველეს ღვთაებასთან, ფსალმუნი ვერას გვასწავლის. მაგრამ ვისაც ქრისტეს გაგება ეწადა, ის არ საჭიროებდა ძველ კანონებს, მხატვრულ სიტყვას სიმაღლეზე აყვანილ გამონათქვამებს. საკუთარი მეს ღვთაებრიობის შეგრძნება შესაძლებლობას ქმნიდა სიღრმისეული ცოდნის გარეშეც აღგვექვა ქრისტეს მოძღვრება. თუ კი გულისყურით შევისმენდით მის თაბაგეთაგან ამოთქმულ თითოეულ სიტყვას. აი ეს იყო აუცილებელი მისი გაგებისთვის. არავითარი ფსალმუნები, არავითარი მხატვრულად ნააზრევი მოძღვრება. საჭირო იყო სულ მცირედი, უბრალოზე უბრალო, უმარტივესი სიტყვების ტიტინი. აი სულ ეს იყო ღმერთის მოწმობა. დიახ, ეს მოწმობა ხელმისაწვდომი იყო მისთვისაც კი, ვისაც ტიტინის მეტი არა შეეძლო რა. ვინც თავის მესში შეიგრძნობდა, რომ ღმერთის მოვლენილია, ის ქრისტეს სიტყვების გაგებასაც შეძლებდა. ფსალმუნის რიტმით მოლაპარაკეს ღმერთისადმი მიწიერ მიმართებისა დიახაც გაეგება. მაგრამ ამით იგი მხოლოდ და მხოლოდ ძველ ღმერთს მიახლება. ხოლო ვინც თავის საყუდარს ღვთაებრივ სამყაროში ჭვრეტს, ყველაზე მაღალია და ხელეწიფება მოწმობა იმისა, რაც სულიერ სამყაროში იხილა და ისმინა, მაგრამ ჩვეულებრივ მტკიცებას ნაჩვევი ადამიანები მის მოწმობას არ იღებენ. ადამიანებმა კი, რომლებმაც მიიღეს იგი, ცხადყვეს, რომ ღმერთის გამოგზავნილები არიან. მათ არა მარტო სწამთ, არამედ ძალუცთ გაიგონ სხვა სიტყვები და ეს გაგება საკუთარ სიტყვებშიც შთაბეჭდონ. ვინც მეს შეიგრძნობს, იგი უბრალოდ ტიტინშიც გახსნის ღმერთის სიტყვებს. აი ამას ნიშნავს ეს. რამით აქ ნაგულისხმების სული არც განსაკუთრებულ მატერიალურ აღნაგს საჭიროებს, არც სიტყვის მარცვალთა განსაზღვრულ ოდენობას ითხოვს, ბუდიში აქ უნდა იყოს. ესე იგი, რამით აქ ნაგულისხმების სული არც განსაკუთრებულ მეტრულ აღნაგს საჭიროებს, არც სიტყვის მარცვალთა განსაზღვრულ ოდენობას ითხოვს. იგი სულ უბრალო ტიტინითაც გადმოიცემა. შესაძლოა ეს სიტყვები უმეცრების და გაუნათლებლობის გამართლებაში ჩამომართვან, მაგრამ ეს ასე არ არის.
ვინც სიბრძნეს უარყოფს და მიაჩნია, რომ უმაღლესი იდუმალებანი უმარტივესი ფორმით უნდა გადმოიცეს, იგი ამას უმეტეს შემთხვევაში, თუმც თავად ვერ აცნობიერებს, მხოლოდ შვინვიერი კომფორტისადმი მიდრეკილებიდან აკეთებს. როდესაც ვკითხულობთ, ვინაიდან ღმერთი ზომით როდი იძლევა სულს, უნდა ვიგულისხმოთ, რომ ზომა სულისკენ ვერ წაგვიყვანს. მაგრამ სადაც სული ჭეშმარიტად სუფევს, იქ თავს იჩენს ზომაც. შესაძლოა ფლობდე ზომას, მაგრამ არ ფლობდე სულს. მაგრამ თუ კი ფლობ სულს, უეჭველად ზომამდეც მიხვალ. საგნები მართებულ გაგებას საჭიროებს. ზომის უქონლობას სულის ფლობის ნიშნად ვერ მივიჩნევთ. და პირიქით, არც ზომის ფლობაა სულის დაუფლების ნიშანი და ასევე სიბრძნის ნიშანი არც მეცნიერებაა და არც უმეცრება. ამრიგად ჩვენ ხედავთ, რომ ქრისტე მიმართავს თითოეული ადამიანის სამშინველში მოპოვებულ დამოუკიდებელ მეზს. ზომა ამ შემთხვევაში სიტყვის მმართველთა ოდენობაზე მიგვანიშნებს. ზომა უნდა გავიგოთ როგორც მხატვრულად დალაგებული მეტყველება. ასე რომ წინამდებარე ფრაზა სიტყვა სიტყვით ნიშნავს, ვინც საკუთარ მე ვარ არსში აღიქვამს ღმერთს, ის უმარტივეს სიტყვებშიც, ტიტინშიც ავლენს ღვთაებრივს, ანუ ღვთაებრივ ენას და ღვთაებრივისკენ პოულობს გზას.